ვიზიტის ბოლო დღე. ოპოზიცია და პრემიერ-მინისტრი. ამ ვითარებაში სრული ინფორმაციის მიწოდება კომპეტენტური განხილვების საკითხის იყო საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია გლდანის ციხეშიც იყო. დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა გარღვევის, რასაც ყოველდღიურად ხედავთ. რა დასკვნებს ჩაიტანენ თანამომხსენებლები სტრასბურგში. არგუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობით ვესაუბრეთ მათ, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც უბრალოდ მოთხოვნებს აყენებს, იმიტომ რომ მათთვის შედეგი მიუღებელია. რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუ ჩატარებულის გაყალბება ვერ დამტკიცდა. აფერა გაყალბებულა და ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ, თუკაცა ჯემალი და იმან გითხავ არ ყავდება სისულელე. პროკურატურის შუალედური დასკვნა და ოპოზიციის უცვლელი მოთხოვნა. ხელის გულზე დევს ის მოხსენებობა, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ქონია. ერთი ღირებული მტკიცებულებაც არ იქნა მიწოდებული გამოძიებისთვის, იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს. სახიფათო ილუზია, რომ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ჩაანაცვლებდა. ასეთი მიდგომა და ფიქრი არ იყო მხოლოდ ფანტაზია, ეს იყო სახიფათო ილუზია. მარკ რუბიო სენატში. არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ. დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივანი ამერიკის როლზე და უკრაინის არარეალისტურ მოლოდინებზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 16 იანვარია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ბრიტანელი დეპუტატების ინიციატივას ეხმაურება. თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. დოკუმენტის მიხედვით პალატამ შეშფოთება უნდა გამოხატოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე და დაგმოს ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში. ლიბერალ-დემოკრატი ჯეიმს მაკლიარი 14 კოლეგასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატისგან, რომელიც 646 დეპუტატისგან შედგება, ითხოვს თემთა პალატამ მოუწოდოს ბრიტანეთის ხელისუფლებას გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და შეერთებული შტატების მსგავსად. სანქციები აამოქმედოს ქართული ოცნების დამფუძნებლის მიმართ. გაერთიანებულ სამეფოს სანქციები უკვე დაწესებული აქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და ამავე უწყების კიდევ 4 მაღალჩინოსანის წინააღმდეგ პროექტს, რომელიც დღეს თემთა პალატაში შევიდა, ქართული ოცნება დღესვე გამოეხმაურა. პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და საუბრობს დიდი ბრიტანეთის ისტორიულად გამორჩეულ სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. მართლ პარტიაში თვლიან, რომ თუ ლონდონმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, მაშინ ცხადი გახდება, რომ Deep State-ს დიდი გავლენები აქვს დიდ ბრიტანეთზე და ჩრდილოვანმა მმართველობამ გაერთიანებული სამეფო უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. განცხადებაში ასევე საუბარია ადამიანის ძირითად უფლებებზე, რომელიც ინგლისში წარმოიშვა და ნათქვამია, რომ სანქციის შეფარდებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის სათანადო მოსმენა და სანქციების მტკიცებულებებით გამყარება. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს ახლა უფრო ვრცლად იმ ტექსტს, რომელიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიციატივას ეხმაურება, წერია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეგრეთ წოდებული Deep State-ის გავლენები მოქმედებს, ისევე როგორც იმ ქვეყნებში, რომელთაც მსგავსი გადაწყვეტილებები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის და საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უკვე მიიღეს. მართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, სადაც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა ის დღეს საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელ ღირებულებებს უგულებელყოფს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში 14 დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება. ქართულ საზოგადოებას კარგად მოიხსენება, რომ ისტორიულად დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამოუგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21 საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა. ყველას გვახსოვს 5 უსამართლო და სამარცხვინო ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას კრიმინალების
საქმიანობის გათავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც ასევე არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორც დიდი ბრიტანეთია, დღეს Deep State-მა, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი. განცხადების მეორე ნაწილში უკვე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მკაფიოდ დადასტურდება Deep State-ის გავლენა ბრიტანეთზე, რაც პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტს შელახავს. იქვე საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა და მის დასანქცირებას არანაირი საფუძველი არ აქვს. დღეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველოს ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა. ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა. დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში ცხადად წარმოჩინდება, რომ Deep State-მა დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა იმ ფონზე, რომ Deep State-მა, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შუამდგომლობა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ 13 იანვარს შევიდა. მადლობა ლელა ჯავახიშვილმა გაგვაცნო ქართული ოსნობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც პარტია ბრიტანეთის 15 დეპუტატის ინიციატივას პასუხობს. უკრაინის ომის გამო ევროპაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე საქართველოს და აზერბაიჯანი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ, რომლითაც ევროკავშირმა მწვანე ენერგია უნდა მიიღოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის წინ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი მართავს. მაკაბოჯორიშვილმა და ჯეიჰուն ბაირამოვმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზეც ისაუბრეს, რომლის საშუალებითაც კასპიის ელექტროენერგია შავი ზღვისა და საქართველოს გავლით რუმინეთსა და უნგრეთს მიეწოდება. ცალკე საკითხია გაზის სამხრეთის დერეფანი ბაქო-თბილისი ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი ყარსი, რომლის ტვირთბრუნვა მილიონიდან უკვე 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. დღის წესრიგშია ის სხვა სატრანსპორტო ლოჯისტიკური პროექტებიც, რომელსაც შუა დერეფნისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც უკვე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვება. სამი ქვეყანა სტრატეგიულ პროექტებს ერთად განიხილავს. მანამდე კი ბაქოში ჩავა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის ფარგლებშიც ილჰამ ალიევი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ბაქოში უკვე დღეს ითქვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველოს პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით აწარმოებენ და ამიტომაც ხდებიან სამიზნე ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გარდა კიდევ რა საკითხებზე მიდის მსჯელობა თბილისსა და ბაქოს შორის. საქართველოს სამთავრობო ვიზიტს ნანა გოგატაძე აშუქებს, სწორედ ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში ბაქოდან. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დღეს გაიმართა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შემდგომ უკვე ვიხილეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და მხარეებმა უკვე ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც განხილულ იქნა დახურულ კარს მიღმა და ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის გაღრმავება. ამ კონტექსტში კი მხარეებმა უკვე ისაუბრეს ხვალინდელ შეხვედრებზე. 24 საათზე უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს და ხვალ უკვე გაიმართება მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა. ამას გარდა უკვე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს გლობალურ პროექტებზე, ისეთი როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლის დახმარებითაც აზერბაიჯანული ელექტროენერგია საქართველოს გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს.
değerli hemkarım. მინდა მივულოცო ქალბატონ მინისტრს არჩევნების წარმატებით ჩატარება, ასევე თანამდებობაზე დანიშვნა და მთავრობის ფორმირება. ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები წინ მიდის. ორივე ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები, მნიშვნელოვანია ჩაურევლობა ერთმანეთის საქმეებში. ჩვენ შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა, რეგულარულია შეხვედრები ლიდერებს შორის. ხვალ ბაქოში საქართველოს პრემიერის ვიზიტი შედგება და ამ ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო კომისიების სხდომა, რომელიც საიუბილეოა. ორი ქვეყნის ურთიერთობას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ აზერბაიჯანი ნომერ პირველი ინვესტორია. არსებული დინამიკა ძალიან კარგია და ახლო მომავალში მაჩვენებლები უფრო გაიზრდება. რეგიონში გლობალურ პროექტებს ვახორციელებთ. ეს გეოეკონომიკურ რუკას ცვლის. ამ პროექტებს ისტორიული როლი გააჩნიათ. ვისაუბრეთ მწვანე კორიდორის პროექტზეც, რომლის მიმართ დიდი ინტერესია. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა კი ციფრული გადაცემის კუთხით შესაძლოა მსოფლიოში ლიდერად გვაქციოს. ვისაუბრეთ ყველა, თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ. ქალბატონ მინისტრს ინფორმაცია მივაწოდე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და სამშვიდობო შეთანხმებაზე. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკან დგას ძალიან ძლიერი მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს პარტნიორობა პოლიტიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურია. ხვალ გაიმართება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბაქოში, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩავატაროთ ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა, რომელიც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს განხილული. აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის ეკონომიკურ პარტნიორებს შორის ხუთეულს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო და უფრო ინტენსიური გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის უკეთ პოზიციონირებას რეგიონში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის საჭიროა რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა. საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ის ქვეყანა, რომლის ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა უსაფრთხოების გამოწვევებს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ის მოვლენები, რაც ვითარდება უფრო ფართო რეგიონში, რა თქმა უნდა უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საფრთხის შემცველი, თუმცა ჩვენს ურთიერთობებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის ურთიერთობებში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ურთიერთპატივისცემა, სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, რაც საფუძვლად უდევს სწორედ ჩვენს ურთიერთობებს. პრესკონფერენციის მეორე ნაწილში უკვე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კითხვები დაგვესვა და ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ამ კონტექსტში ორი ქვეყნის საგარეო უწყობის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ეს არ არის ახალი და ძველი ტენდენცია და ასევე რჩება კვლავ მთავარ გამოწვევად, თუმცა როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვით. ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი მცდელობის მოწმენი გავხდით, როდესაც ხდება ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავსი, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გასამკლავებლად. მართალია ეს ზრდის ხოლმე გამოწვევებს ჩვენს წინაშე, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების სიძლიერე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ხშირად მომდინარეობს ხოლმე სხვადასხვა მხრიდან ჩარევებიდან გამომდინარე. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასოდეს ყოფილა. დემონსტრაციული მცდელობები, გავხდეთ ამის მომსწრე საქართველოს და აზერბაიჯანის მაგალითზე. ეს სწორი მაგალითია და ამის ნამდვილი მიზეზები არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არათუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ.
საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებულები. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა, პატივს ვცემთ და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეიძლება ითქვას, რომ არის დასრულებული პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების პარალელურად დღეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალიც. მადლობა ნანა გოგატაძე ვისაუბრა იმ თემებზე, რომელზეც დღეს ისაუბრეს და ხვალ იმსჯელებენ უკვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერები ბაქოში. სახიფათო ილუზია იყო, რომ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ჩაანაცვლებდა, რომ მთელ კაცობრიობას განზრახული ჰქონდა მიეტოვებინა ეროვნული სუვერენიტეტი, ეროვნული თვითმყოფადობა იმისათვის, რომ მსოფლიო მოქალაქეები გამხდარიყვნენ. ეს განცხადება თბილისში ან ბაქოში არ კეთდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი საუბრობს. როგორ იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, კონტურები დღეს მარკ რუბიოს სენატში მოსმენისას გამოჩნდა. ამერიკის როლის გარდა ენტონი ბლინკენის შემცველმა კაპიტოლიუმში უკრაინის არარეალისტურ მოლოდინებზეც ისაუბრა. არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა შეძლებს ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რაც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაიკავა, აცხადებს მარკ რუბიო, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას არათუ 1989 წელს საერთაშორისო აღიარებული საზღვრების აღდგენა, არამედ 2022 წლამდე არსებული ტერიტორიების დაბრუნებას გაუჭირდება. დონალდ ტრამპის პირველმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა უკრაინის განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე, რომლის აღდგენასაც ასობით მილიონი დოლარი და 10 წლეულები დასჭირდება. ახალი სახელმწიფო მდივანი, რომელიც პოსტს ოფიციალურად 20 იანვრის შემდეგ დაიკავებს, აცხადებს, რომ უკრაინას ფული კი არ უთავდება, უკრაინელები უმთავრდება. მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს. პოსტზე ტრამპის სარგენილმა კანდიდატმა მარკო რუბიომ ხედვა სენატში გამართული მოსმენისას ჩამოაყალიბა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკელი კანონმდებლები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ტრამპის სამოქმედო გეგმას რუბიოსგან იცნობდნენ. მომავალი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სახიფათოა მსოფლიოში არსებული ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს აიძულებს სუვერენიტეტზე და იდენტობაზე უარი თქვან. ხანგრძლივი ცივი ომის დასრულების ტრიუმფალიზმის მიუხედავად წარმოიშვა ორპარტიული კონსენსუსი, რომ ჩვენ მივახციეთ ისტორიის დასასრულს, რომ დედამიწის ყველა ერი გახდებოდა დემოკრატიული დასავლური საზოგადოების წევრი, რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს, ახლა შეიძლება შეიცვალოს ისეთით, რომელიც ემსახურება ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომ მთელ კაცობრიობას ახლა განსაზღვრული აქვს მიატოვოს ეროვნული იდენტობა და ჩვენ გავხდებით ერთი ადამიანური ოჯახი და მსოფლიოს მოქალაქეები. ეს არ იყო მხოლოდ ფანტაზია, ეს იყო სახიფათო ილუზია. აქ ამერიკაში და მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ეკონომიკაში თითქმის რელიგიურმა ერთგულებამ თავისუფალი და შეუზღუდავი ვაჭრობისადმი ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ხარჯზე შეამცირა საშუალო კლასი, დატოვა მუშათა კლასი კრიზისში. მაშინ როცა ამერიკა ძალიან ხშირად აყენებდა მსოფლიო წესრიგს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. სხვა ქვეყნები განაგრძობდნენ მოქმედებას, ისე როგორც მათ საუკეთესოდ მიაჩნდათ საკუთარი თავდაცვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის კანდიდატმა ნატოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ინტერესია დასავლელი მოკავშირეების მიერ თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდა. ნატო ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსია. ნატოს გარეშე არ დასრულდებოდა ცივი ომი, თუმცა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში არა მხოლოდ მოკავშირეების ყოლა, არამედ თავდაცვის უნარის მქონე პარტნიორები, რომლებსაც საკუთარი რეგიონის დაცვის შესაძლებლობა აქვთ. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ. რაც უფრო მიიწევთ ევროპაში აღმოსავლეთით, მით მეტ დახარჯულ ფულს ვხედავთ. არმიაზე დახარჯული მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდებით. მდიდარმა განვითარებულმა ეკონომიკებმა ნატოში ჩვენმა პარტნიორებმა დიდი წვლილი უნდა შეიტანონ საკუთარ უსაფრთხოებაში. ამ სიმართლეს ამტკიცებს ის, რაც უკრაინას დაემართა. დააკვირდით, შეერაღებული კონფლიქტის გამო ევროპული ქვეყნების შეერაღების და საწარმოო სიმძლავრეების ზრდას. წარმოიდგინეთ, რომ ეს სიმძლავრე იქამ კონფლიქტამდე ყოფილიყო. შესაძლებელია ამას შემაკავებელი ეფექტიც ჰქონოდა. უკრაინის საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებისას მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ არარეალისტურია უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ძალები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის მიზანი ომის დასრულება უნდა გახდეს. რუბიოს თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ უკრაინას დაფინანსება კი არა, უკრაინელები ეწურება და უკრაინის აღდგენას თაობები დასჭირდება. მომავალი
მოლოვანის სახელმწიფო მდივნის შეფასებით ქვეყანაში ნგრევის კოლოსალური დონია და ამის აღდგენას 10 წლეულები დასჭირდება. რუბიო უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართულობას აანონსებს. ამბობს, რომ ამ პროცესში შესაძლებელია რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ან მათმა მოხსნამ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში. საკითხია ის, თუ რამდენი მათგანი დაბრუნდება და სად დაბრუნდება. ამ წუთებშიც უკრაინის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა ნადგურდება, რასაც მომავალი 10 წლების განმავლობაში აღსადგენად ასეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. შეერთებული შტატების პოზიცია ომის დასრულება უნდა იყოს. უკრაინის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება. პრობლემა იმაშია, რომ მას უკრაინელები უმთავრდება. ბაიდენის ადმინისტრაციასთან უთანხმოება მქონდა იმაზე, რომ არასდროს განუსაზღვრიათ მკაფიოდ, თუ რა არის კონფლიქტის საბოლოო მიზანი, თუ რას ვაფინანსებთ. დათმობაზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებსაც. არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე. დამტკიცების შემთხვევაში მარკო რუბიო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ლიდერი გახდება. ამერიკული მედია წერს, რომ რუბიოს პოსტზე მარტივად დაამტკიცებენ, მას როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები უჭერენ მხარს. ვიზიტის ბოლო მესამე დღე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის დღევანდელი სამუშაო გრაფიკი ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა. შეხვედრები ოპოზიციასთან და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებთან გლდანის ციხეში დასასრულ კი პირისპირ საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ევროპელი მონიტორები დროს 4-ვე ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიას შეხვდნენ. კომენტარები სტუმრების მხრიდან კვლავ არ კეთდება. კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა თავიანთ დასკვნებს სტრასბურგში გაახმოვანებენ. თბილისში მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემა ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების გარდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და კრიზისიდან გამოსვლის გზები. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ ევროპელ მონიტორებთან შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავს ქმედებებს რეაგირება ყოველთვის მოყვება. ამასთან ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს პრიორიტეტად რჩება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თბილისში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულეს. მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიენცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი. პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და აღნიშნა, რომ უმნიშვნელო ინსტიტუტების მიზან მიმართულ დასუსტებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ქონდა საინტერესო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში, ბატონ კლოდ კერნსა და ქალბატონ ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში. ვიზიტის მესამე დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს მონიტორინგის წევრებმა ოპოზიციისგან. არჩევნებში ბარიერ გადალახული პარტიების ხელმძღვანელები დელეგაციას სასტუმრო რედისონში შეხვდნენ. ადამიანის უფლებების დარღვევა, ახალი არჩევნები და ევროსაბჭოში ქართული ოცნების უფლებამოსილების არცნობა. ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე მართველი გუნდის ოპონენტებმა. დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია არის აქ იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები იმ რეპრესიების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. დღეს საქართველოს ყველა მოკავშირე ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და გვქონდა სწორედ ამაზე საუბარი, რატო არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები. გვქონდა საუბარი იმაზე, როგორი ხედვა არის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებსაც შეხვდნენ. ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აქციის მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული საპასუხო ღონისძიებების შესახებ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ინტერპრეტირებენ და დელეგაციის წარმომადგენლებს არაობიექტურ ინფორმაციას განზრახ აწვდიან.
ძალიან კარგად ხვდება ეს მისიაც იმას, რომ არანაირი საფუძველი ლეგიტიმური არ არსებობს ახალი არჩევნებისთვის. არც ერთი მტკიცებულება ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივისტების თუ NGO სექტორის მხრიდან წარდგენილი არ იქნა, სადაც რაიმე ფორმით გამტკიცდებოდა, რომ ისეთ დარღვევებს ჰქონდა ან ხარვეზებს ჰქონდა ადგილი, რომელსაც არჩევნების შედეგზე შეეძლო რაიმე სახით გავლენა მოეხდინა. საპარლამენტო ასამბლეის წევრები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მესამე დღეა მართავენ. გუშინ ისინი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ და პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შეხვდნენ. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის დარჩენილი, რომელმაც უმაღლესი ქულა არ დაგვიწერა და ყველა რეიტინგით არ გადავასწარით კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. აი ეს არის მოცემულობა. ევროსაბჭოს წევრმა საქართველოს შეასრულა უამრავი ვალდებულება და პრაქტიკულად წინ გაიჭრა ამ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე და რაც მთავარია ეკონომიკური ნაწილით არის უზრუნველყოფილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. მათ ექნებათ საშუალება მიიღონ ყველა ობიექტური ინფორმაცია, მათ შორის ყველა ჩართული მხარიდან და ოპოზიციისგან განსხვავებით მივაწოდეთ სრული დაზუსტებული ის ინფორმაცია, რომელიც არის უტყუარი, რომელიც არის სიმართლე, განსხვავებით იმ ინფორმაციისა, რომელსაც მათ მიაწვდიან ან მიაწოდეს მანამდე ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორს. საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები დღეს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე მოინახულეს. მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისში იმის შესაფასებლად ჩამოვიდნენ, რამდენად ასრულებს საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ნაკის რვალდებულებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს დელეგაციამ შეხვედრები ყველა მხარესთან გამართა. მიღებულ ინფორმაციას უცხოელი მონიტორები საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ასახავენ. ოპოზიციისთვის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რის საფუძველზე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუ 3 თვის წინ ჩატარებულის გაყალბება ვერ დამტკიცდა. პროკურატურა, რომელმაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, დღესაც ითხოვს მტკიცებულებებს, რაც უკვე გამოიძია, იქ გაყალბება გამოირიცხა. ამოღებულია 2300 მეხსიერების ბარათი და გაბათილებულია ბრალდება, რომ ვერიფიკაციის აპარატის შესაძლებელი იყო ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარდა 800 საგამოძიებო მოქმედება და საქმეში დევს 400 პირის ჩვენება. ქართულ გამოძიებას არ ენდობა ქართული ოპოზიცია, თუმცა უკვე აღარც საერთაშორისო გამოძიების ჩატარების სურვილი აქვს. ქართული ოცნება ამას მტკიცებულების არარსებობით ხსნის და შესაბამისად ახალი არჩევნების დანიშვნასაც გამორიცხავს. ხელის გულზე დევს ის მოხსენებულობა, რომ არანაირ გაყალბებას, ბუნებრივი არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ქონია. მმართველი გუნდის შეფასებით პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ უწყების ანგარიშით დადასტურდა მთავარი, რომ ოპოზიცია საკუთარ აღქმებს ფაქტებით ვერ ამყარებს. ერთი ღირებული მტკიცებულებაც არ იქნა მიწოდებული გამოძიებისთვის. ეს აღქმები რჩება აღქმებად, ხოლო ფაქტები არის ის, რაც საქართველოს პროკურატურის მიერ იქნა წარმოდგენილი, უცხოელი ექსპერტების და სპეციალისტების დასკვნები, მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ის რაც ხდება საქართველოში, ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ტყუილების სიმართლედ გასაღების მცდელობა. პროკურატურის შუალედური დასკვნა დღის წესრიგიდან არ ხსნის ოპოზიციის მოთხოვნას. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დღეს აქტუალური უკვე ახალი არჩევნებია და არა გასული არჩევნების მიმდინარე გამოძიება, რომელსაც ისინი არ ენდობიან. პარტიებში ამბობენ, რომ გაყალბების მტკიცებულებები მათ პროკურატურაშიც საკმარისად წარადგინეს. რაფერად გაყალბებულებები და ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ რაღაცა ჯემალი და იმან გითხარ არ ყალბდება სისულელე. ჩვენ თან დაგვაქვს სულ ეს მტკიცებულებები, რომელიც მაშინ 3 საათია პრეზიდენტზე წავიდა. თან დაგვაქვს მაინც ყოველი შემთხვევის. სადაც კი მაგას ვიღებთ და რაღაც ვიწყებთ არჩევნების ლაპარაკს, ამას გვადებინებენ გვერდზე და გვეუბნებიან, რომ დაამთავრდა ეს ამბავი, უკვე არავის აღარ აინტერესებს, პროკურატურას არავინ არ ეკითხება ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება თუ არ ჩატარდება ახალი პოლიტიკური საკითხები. არჩევნების გამოძიება ამ პროკურატურის პირობებში აქტუალური არ არის. არანაირი მოლოდინი ეს პროკურატურა რომ გამოძიების შედეგებს დადებს არ ქონდა არც დასაწყისში და შესაბამისად ეს შუალედური დასკვნის ჩალოღლუღებაც თუ რაღაცა დასკვნის გამოქვეყნება საერთოდ არაფერს არ ცვლის ჩვენთვის. პროკურატურის შუალედური ანგარიშის მიხედვით გამოირიცხა ის, რაზეც ოპოზიცია აქტიურად მიუთითებდა. უწყების ინფორმაციით მოწმეებმა მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, საგამოძიებო ექსპერიმენტების საფუძველზე კი დადგინდა, რომ ერთი ამომრჩევლის მიერ ერთ ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალჯერადად ხმის მიცემა თეორიულადაც
შეუძლებელია. ამ ფონზე მართველი გუნდისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ მათი ოპონენტები ახალ არჩევნებს. გაყალბდა და მორჩა. აი ეს არის ლაპარაკი. წარმოუდგენელი ბრალდებები იყო, რომ იქ ვიღაც ხალი ვიღაცას უჩინოდა და ის კიდე ვიღაც კაცი დვაბზუში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაკოცნა. გამოძიება რასაკვირველი ამ დასკვნამდე მივიდოდა. არ წარმოუდგენიათ არაფერი, არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ვიტუმინეს ტოტალურად გაყალბებული. უთეოდირის დასკვნაც ამაზე მეტყველებს. ხელი აქვს ჩაქნეული გაყალბების დამტკიცებაზე. რატო? იმიტომ რომ მტკიცებულება ვერ მიიტანეს. ვერც ფარულობის დარღვევის, ვერც გაყალბების, ვერც ზეწოლის. შესაბამისად, ყველამ დაინახა უკვე, რომ ეს არის უბრალოდ აკვიატებული აზრები. რაც შეეხება, რომ ისევ ამბობენ გაყალბდა, ნუ ის ცნობილი ქართული ფილმია მაინც ამოვთხრი, ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური გადახრა და ეხლა ეს ჩვენი კომპეტენცია უკვე აღარ არის. გამოძიება, რომელიც 30 ოქტომბერს ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო, გრძელდება. პროკურატურა პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე საჯაროდ საუბრობდნენ, ისევ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. თებერვლის თვის პირველი კვირიდან, ანუ საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ, ქართული ოცნება ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას დაიწყებს. უმრავლესობა შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, პატიმრების წამება და 2008 წლის ომი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ თავიდან ვერ აიცილა. სამხედროების გარდა ყველა პასუხისმგებელი პირი გასამართლდება. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 6 თვე იმუშავებს, რის შემდეგაც მოპოვებულ მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებებს გადასცემს. კომისიაში ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ხალხის ძალა ჩაერთვება, დანარჩენები კი ამ ჯგუფში არც მუშაობას და არც თანამშრომლობას არ აპირებენ. ქართული ოცნება კი ოპონენტებს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერილ მუხლებს ახსენებს, რომელთა თანახმადაც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი დასჯადია. შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსში არის გათვალისწინებული ის ზომები, რომელიც იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ კი კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს ესა თუ ის პიროვნება. სახელისუფლებო გუნდი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას საგაზაფხულო სესიის პირველი კვირიდან დაიწყებს. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის აუცილებლობას კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 6 თვიანი მუშაობის შემდეგ პროკურატურას არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადაეცემა. ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლებამ ომის წინა პერიოდში და ომის შემდეგ უღალატა საკუთარ ქვეყანას და ხელი მოაწერა იმას, რომ ოკუპაცია გამართლებულია. ხელი მოაწერა იმას, რომ ქართული მხარე დამნაშავეა. ადამიანები დახოცეს, აწამეს, წაართვეს საკუთრება და ღირსება. ამასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი დაისაჯა, მაგრამ სისტემური ხასიათი მიიღო არა მარტო მმართველობის პერიოდში 2012 წლამდე, მაგრამ აი ამის განმეორების მცდელობა მიიღო სისტემური ხასიათი და ძალიან დიდი პოლიტიკური რესურსია მასში ჩართული, რომ ეს პერიოდი ისევ დაბრუნდეს. თანამშრომლობა სავალდებულოა, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოების ინტერესის სფერო დღეს სხვა პრობლემური საკითხებია. ეს მასანიშნავს, რომ საქართველოს პატრიოტები შეშინებიან, ამ შორის რა თქმა უნდა არც ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, ვითანხმობთ თვითუმეტეს დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს იდეის გასამართლების კომისიასთან დაკავშირებით თანამშრომლობა რა თქმა უნდა გამორიცხულია. მის გამოძიებას აპირებენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე მგონი მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე, ასე ვთქვათ, პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემების შემსრულებელი ხალხი და ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს ძალიან მყარად არის მოთავსებული ქართული ოცნების რიგებში. მმართველი გუნდი საზოგადოების მიმართ იმ დაპირებაზე საუბრობს, რომელიც არჩევნებამდე გასცა და რაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი მიზანი გამოძიების გამჭვირვალობა და პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ჩაერთვება ხალხის ძალა. შეიქმნება საგამოძიებო კომისია, სადაც რა თქმა უნდა ჩვენც როგორც საპარლამენტო ოპოზიცია მივიღებთ მონაწილეობას. და რა თქმა უნდა გაწერილია ეს კონსტიტუციის დონეზე და რეგლამენტის დონეზე, რომ საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხი არის სავალდებულო, დაბარება, მოსვლა ეს არის სავალდებულო, თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები არსებობს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს იმას,
თუ რას ჩადიოდა კოლექტიური ნაცმოძრაობა. როცა ხელისუფლებაში იყო, ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე და ღია პროცესი, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის ხილვადი იქნება და ყველა საჭირო საკითხზე იქნება სიღრმისეული შესწავლა, რომელიც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საგამოძიებო კომისია თუ ჩათვლის საჭიროდ რომ დაიბაროს ნებისმიერი თანამდებობის თუ ისე ფიზიკური პირი იმისთვის რომ მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ყველაფერი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობით რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო კომისიასთან. სხვა შემთხვევაში თუ კი ესეთი თანამშრომლობა არ მოხდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაბამისი საფუძველი ხდება. ოპონენტებს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი შეახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიასთან თანამშრომლობის საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის და უარის შემთხვევაში შესაბამისი ზომები ამოქმედდება. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება მათი გადასაწყვეტი. თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისათვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედება შესაბამისი ზომები. საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს. 2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნებს და რეკომენდაციებს კანონმდებლები საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას გამოაქვეყნებენ. 15-თვიანი ომის შემდეგ ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს. დარჩენილია ბოლო დეტალები, რომლებიც ყატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით უნდა დაზუსტეს. მათ შორის ის თუ როდის შევა სამშვიდობო შეთანხმება ძალაში. დღეს თუ კვირას 19 იანვარს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ცეცხლის შეწყვეტიდან შემდეგი 6 კვირის განმავლობაში ტერორისტულმა ორგანიზაციამ უნდა გაათავისუფლოს 33 მძევალი, ასაკოვანი მამაკაცები, ავადმყოფები და დაჭრილები. სანაცვლოდ თელ-ავივის ციხის კარს გაუღებს ასობით პალესტინელს. სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედებიდან 16 დღეში დაიწყება მეორე ეტაპი, რა დროსაც ჰამასმა ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. სანაცვლოდ კი სახალმა დანაყოფები სრულად უნდა გაიყვანოს ღაზის სექტორიდან. დოკუმენტზე, რომელსაც მთელი მსოფლიო უკვე წელიწად ნახევარია ელოდება, ისრაელის პრემიერს ჯერ ხელი არ მოუწერია. თუ კი ნეთანიაჰუ ამ პირობებს მიიღებს და მინისტრთა კაბინეტში არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს, ომი ახლო აღმოსავლეთში ზუსტად 42 დღით შეწყდება. შემდეგ კი ყველაფერი ახალ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული. 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით, ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა და მძევლების გათავისუფლება. თითქმის 500 დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას მიაღწიეს. 3 პუნქტიანი შეთანხმების ყველა დეტალი არ გასაჯაროვდა, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზა 42 დღეზეა გათვლილი. მთავარი საკითხი მძევლების გათავისუფლებაა. ჰამასმა პირველ ეტაპზე 33 ტყვე უნდა გაათავისუფლოს. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ ისრაელისგან 30 მსჯავრდებულს მიიღებს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის კი 50 პატიმარს. მნიშვნელოვანია ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც. 90-ზე მეტი მძევლიდან 30-ზე მეტი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს. როგორც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი მკაფიოდ ბაცხადებს, მართებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ არსებობს უფრო მაღალი მორალური ადამიანური ვალდებულება, ვიდრე ჩვენი შვილების სახლში დაბრუნება. ჩვენი დების და ძმების დაბრუნებაზე ვოცნებობთ. არავითარი ილუზია არ უნდა არსებობდეს, როდესაც ეს შეთანხმება ხელმოწერილი და რეალიზებული იქნება, რომ ის არ მოიტანს მძიმე, მტკივნეულ და რთულ, ტანჯველ მომენტებს. ის რაც 7 ოქტომბერს მოხდა უსაფრთხოების სფეროში საბრძოლო მიღწევა, ჩვენი ხალხის და ჩვენი წინააღმდეგობის ისტორიულ სიამაყედ დარჩება. ეს თაობიდან თაობას გადაეცემა მას შემდეგ, რაც მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ჩვენი ხალხი აღიდგენს საკუთარ ყველა უფლებას, თუ ღმერთის ნება იქნება. ეს ოკუპაცია მალე ჩვენს მიწას დატოვებს. დღეს შეთანხმების მიღწევის და აგრესიული ომის დასრულების გამოცხადებით, ჩვენ მადლიერების სიტყვებით ვიხსენიებთ, ვინც რთულ დროს ჩვენს ხალხთან ერთად იყო. ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება, ვიდრე ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება და ჰამასი ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით უკან დახევასა და ახალი მოთხოვნების წაყენებაში დაადანაშაულა. ისრაელის ბრალდება უარყო ადრესატმა. განცხადებები მხარეებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაადასტურა ყატარმა, რომელიც მოლაპარაკებებს
მცდელობების მთავარი შუამავალი იყო. შეთანხმების რეალიზაცია კვირას 19 იანვარს დაიწყება. რეალიზების ზუსტი ვადები უფრო მოგვიანებით იქნება განსაზღვრული. შეთანხმების პირველი ეტაპი 42 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის ჯარის ღაზას სამხრეთ ნაწილში დასახლებული პუნქტებიდან გაყვანას, ტყვეების გაცვლა შესაბამისი დადგენილი მექანიზმის მიხედვით, დაღუპულთა ცხედრების გაცვლას და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას. ყატართან ერთად შუამავლები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ეგვიპტე. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მათ მიაღწიეს. ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მოლაპარაკებებში არა დონალდ ტრამპი, არამედ თავად მონაწილეობდა. ძვირფასო ამერიკელებო, ჩემი ადმინისტრაციის 8 თვიანი უწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალები საგნობრივად წინა წლის მარტში წარვადგინე. ეს გეგმა შემუშავებული და შეთანხმებული იყო ჩემი გუნდის მიერ და დიდწილად ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება რეალიზებული. ჰამასსა და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ მსოფლიო ლიდერები. განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმაც. მოუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყონ. ახლა ჩვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ უდიდესი ტანჯვის შემსუბუქება, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია. ღამით იზეიმეს ღაზის სექტორსა და ისრაელშიც. არაბულ ანკლავში მყოფები დევნილთა თავშესაფრებიდან გარეთ გავიდნენ და ერთად აღნიშნეს ნანატრი ცეცხლის შეწყვეტა. თელ-ავივში კი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ, მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. თუმცა ღაზაში სიხარული ისევ აფეთქებების ხმამ შეცვალა. მედიის ინფორმაციით ისრაელმა არაბულ ანკლავზე ისევ იერიში მიიტანა. პალესტინური მხარის ინფორმაციით თავდასხმას 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 20 ბავშვი იყო. ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელი მებრძოლები ისრაელს თავს დაესხნენ. მოკლეს 1129 ადამიანი, 250-მდე კი მძევლად აიყვანეს. თითქმის 500 დღიანი ომის პერიოდში პალესტინური მხარის ინფორმაციით ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციას 46707 ადამიანი ემსხვერპლა.